სახელთა მამისათა, დადისა, შვილისა, შვიდისათა. მოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს საღვთო ისტორიიდან და ჩვენ ბოლოს საუბარი შეეხოთ იაკობის მისვლას ხარანში თავისი დედის ძმის ოჯახთან შესახვედრად ლაბანთან. მაგრამ მანამდე მის გაჩერდა ქალაქში შესასვლელთან ჭასთან. გახსოვთ თქვენ ამაზე გვასწავლით და წემსები ელოდებოდა რომ ყველა წემსი ერთად მოსულიყო და ჭიდან ერთად გადაეგოთ ქვა, ესეთი ტრადიცია ჰქონდა და ამ დროს გახსენეთ რომ იაკობმა ეკითხა ლაბანის ამბავი როგორ არის და იცოდნენ მას წემსები, დგას კარგად არის და ამ დროს გამოჩნდა რაქელი, ლაბანის ასული და უთხრეს იაკობს რომ ეს ლაბანის ასული არის. ისინი წემსავდა თავის მამის ცხებს იმ დღეს, როგორც მორიგიობით ხდებოდა. და როდესაც მოვიდა რაქელი ამ ჭასთან, უკვე აქ თვითონ იაკობი მიეგება მას და როცა დაინახა იაკობმა რაქელი ასული ლაბანისა თავისი დედის ძმისა და ცხვარი ლაბანისა თავისი დედის ძმისა, მივიდა იაკობი და გადაგორა ქვა ჭის პირიდან და დაუნა ლაბანის თავის დედის ძმის ცხვარს. და შემდეგ იამბურა რაქელს და უთხრა, რომ ძმა არის მისი მამისა. და რომ ძე არის რებეკასი და გაიქცა და აუტყა თავის მამას ეს სიტყვები. ესეც ხდის განგების საქმე, რომ ესე უცებ გაიცნო რაქელი ლაბანის ოჯახის წევრი, მისი ასული და მოემსახურა, თქვათ. აღარ დაელოდა წემსი და ჩვენ გადააგორა ეს ჭის ქვა. ამასაც აქვს მნიშვნელობა ის, რომ კი საერთო არის ეს ჭა და ყველა ერთად შეკრებილიყო, მაგრამ იაკობი ამ შემთხვევაში არის ახალმოსული მტირი და სტუმარი ამ ლაბანის ოჯახის და თან ნათესავი. რომელზეც მანამდე არ ენახა არც ლაბანი და არც რებეკა, რაქელი და როგორც ჩანს არ შეგაჩერეს ის, რაც გადააგორა მარტო ეს ქვა. თორე დაარღვია მათი ტრადიცია, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა ტრადიცია უკან იხევს და როგორც ცალკე შემთხვევას თუ მოვლენას დასაშვებად მიიჩნევს. და იამბურა და უთხრა რაქელს, რომ ვინ არის თვითონ რომ მისი მამის ძმა არის ამ შემთხვევაში. ლაბანი მისთვის არის ბიძა, მაგრამ ტრადიცია აღმოსავლეთში ისეა, რომ უფროსები მაინც ძმები არიან, მაგრამ იერარქიას იციან, იერარქიის დაცვას იციან. ამ შემთხვევაში რაქელი მისი და გამოდის, რადგან მისი ბიძაშვილია, დედის ძმის შვილი. შემდეგ რაქელი აუტყა ოჯახს. და იყო რუსი გაიგონა ლაბანმა იაკობის თავისი დისწულის სახელი, გაიქცა მის შესაგებად და გადაეხია მას და იამბურა და შეიყვანა იგი თავის სახლში და უამბო ლაბანს ეს ყველაფერი. ხოდია ლაბანმა ტრადიციიდან ხმა თათისავკავშირის გამო გახარებულმა რომ თავისი დის შვილი იხილა და დატოვა თავის სახლში, ბუნებრივია, მაგრამ იაკობმა ჯერ უნდა უთხრას მისცეს მისი მოსვლისა და მიზანი მისი რატომ არის მოსული.
უთხრა ლაბან მამას, ჩემი ძვალთაგან და ჩემი ხორთაგანი ხარ და იყო მასთან ერთი თვის განმავლობაში. და უთხრა ლაბანმა იაკობს, რადგან ძმა ხარ ჩემი, ნუ მემსახურები მე უსასყიდლოდ. გითხარ მე, რა არის შენი საზღაური? ხო, და რადგან ლაბანს ხარდა ორი ასული, უფროსი იყო ლია და უფროსი რაქელი, იაკობს შეუყვარდა რაქელი. ლიას თვალებსად შეულება ჰქონდა, სულსაც ხედავდა და გარკვეული ნაკლი ჰქონდა, ესე იგი. ხოლო რაქელი მშვენიერი, ლამაზი მოხდა და აქტიური ესეთი მოქმედი. და შეუყვარდა იაკობს რაქელი და თქვა, გემსახურ შენ 7 წელიწადი რაქელისთვის, შენი უფროსი ასულისთვის. აი თვითონ იაკობმა ეს ვადა დაუდო. 7 წლის შემდეგ, რომ დაასრულა თავის მსახურებას, მას ექნებოდა უფლება, რომ ცოლად შეერთო რაქელი. თითქოს უსაურია ეს, მაგრამ სხვა არის იმდროის ტრადიციები და სხვა არის დღევანდელი გაგება და დამოკიდებულია მოვლენის მიმართ. ხო, ცოლად მოიყვანა ასული, გარკვეულად იმ ოჯახს შესაძლოა შესწირო. ესა ტრადიცია, მიუხედავად კინათესები არის, მაგრამ ტრადიცია და ამიტომ საზღაური რა იქნება და რა ფულად არ მინდაო, არამედ აი ეს საზღაური იქნება. მე ვიშრომებ რაქელისთვის. ანუ ის საზღაურაც უნდა შეეტანა ოჯახში, რომ ცოლად მოიყვანა, იქნებოდა მისი 7 წლის საზღაური მისი შრომის. მაგრამ იცოდა წემსვა კარგად, თავის სახლშიც წემსვა და ცხვარს, ცხრის ბუნებაც იყო ხასიათი, ამიტომ ეს მისი ბუნებრივი იყო, რომ აი ამ შრომით გამოისყიდა. და ლაბანი დათანხმდა. და უთხრა მას ლაბანმა, უმჯობესია ჩემთვის მოგცე იგი შენ, ვიდრე მივცე იგი სხვა ყას. დაასახდე ჩემთან. აი მართალია ისინი უკვე არანში კარგი ხანია ცხოვრობენ და მეზობლობენ წარმართებთან, მაგრამ მათ ახსოვს ტრადიცია თავის მამის, თავისი წინაპრების და იციან ახსნის შესახებ მართალია აქ ყოფნა ამჯობინეს ვიდრე წასვლა ის გაგებით სხვაგან. მაგრამ თუ დგება არჩევანი, ურჩევნიათ რომ ისევ იმ ტრადიციის მიმდევარი მიათხოვოს ასული, რომელსაც მათთვის ოდითგან იყო უკვე მიღებული, ვიდრე სხვა უცხო ადამიანს და არახლობას. ათესების დაქორწინება ჯერ კიდევ იყო მიღებული. გახსოვთ რომ ადამის დროიდან როცა აიწოვთ გამრავლება, პირები წერია წერილში და ძენი დაასრულნია და თავზე პირველი ოჯახები იქნებოდა აი ერთი მშობლის შვილებს შორის. ეს ღვთისგან დაშვებული იყო კაცობრიობის გამრავლებისთვის მიზნით. მაგრამ შემდეგ გამრავლებისა უკვე მათ ესეთ არჩევნის საშუალება. ხო, არჩევნის. და იმსახურა იაკობმა რაქელისთვის 7 წელიწადი. და იყოს მისი როგორც რამდენიმე დღე მისი მისდამის სიყვარულის გამო. უცნაური ხო, 7 წელი, როგორც 7 დღე, ხო არაფერია და რა ოდენ დიდი სიყვარული ჰქონდა იაკობს რაქელის მიმართ, რომ ყოველი დღე
ის ხედავდა რაქს მისი სიხარული იყო. დარბეზდებოდა და ალბათ სუფრაზეც ხედავდა დღესდღეობაში ცხვართან წაიყვანდა, მე მოიყვანდა, მე დაარტყულებდა და ამიტომ სიხარულის გზნობა ცვლის დროის განცდის უნარს ადამიანში. თუმცა უხარია ეს მუდმივი სიხარული, რაც მეტია უკეთესია. მაგრამ ამ სიხარულის მიზანი ერთია, რომ უფრო მეტად დაახლოვდნენ შექმნა ერთი ოჯახი და ყავდეთ შვილები დასაზრდელად. დაუთხრა იაკობმა ლაბანს, მომეცია ჩემი ცოლი, რადგან შესრულდა ჩემი დღეები, რომ შევიდე მასთან. და შეკრიბა ლაბანმა იმ ადგილის ყველა კაცი და გამართა ქორწილი და დადგა საღამო და მოიყვანა ლაბანმა ლია თავისი ასული და შეიყვანა იგი იაკობთან და შევიდა მასთან იაკობი. იგი მთელი დღე იყო სუფრა და როცა შემოსაღამოვდა უკვე იაკობმა ითხოვა რახილი და ლაბანმა მოიყვანა ლია. მაგრამ უკვე ვიყო ღამე, ეხლა ელექტრობა და განათება მაშინ არ იყო, ამიტომ შემოსილი როგორც იყო, იაკობმა მიიჩნია, რომ ეს არის რაქილი. და ხოლმე დილით როცა გაიღვიძა, მიხვდა, რომ მოტყუებულია დაქრის მაგივრად ლია მოიყვანეს და ეხლა უკვე ლია მისი ცოლი და არა რაქილი. უკან დასახევი არაფერი აქვს და რატომ მოხდა ეს? ერთი რო ტრადიცია არ იცოდა იმ მხარის ტრადიციას, პირველად გამოუცდელია ამ მხრივ იაკობი, მაგრამ მეორე მხრივ რადგან ღვთის განგებით იყო, რომ მიიღო თავის მამისგან ისაკისგან კურთხევა, მაგრამ მისი ძმა ხო აღმოჩნდა მოტყუებული, უფროსი ძმა ესავი. და აი ეს გულის თქენა იგზნო იაკობმა და ეს დიდი გამოცდა მისთვის. მისი სიყვარულის გამოცდარი. მისი ხდება მისი დამდაბლება, დამორჩილება იმ განგების მიმართ, რაც მოხდა. არა სასურველი მისთვის, მაგრამ გარდაუვალი. და შეწუხდა. და მისცა ლაბანმა ლიას თავის ასულს ზელფა თავისი მხევალი მხევლად. და დადგა განთიადი და აჰა იყო ლია და უთხრა იაკობმა ლაბანს, ეს ამიყავე მე. რაქილისის არ გემსახურე შენ, რატომ მომატყუე მე? და უთხრა ლაბანმა, არ არის ასე ჩვენს მხარეში, რომ მისცე უმცროსი უფროსზე ადრე. შეასრულე მისი შვიდეულის და მოგცემ შენ მასაც ამ სამუშაოს სანაცვლოდ. რასაც იმუშავებ, ჩემთვის კიდევ სხვა 7 წელიწადს. ესე იგი ლაბანი ხედავთ ორმაგ მოგებაში რჩება. უფროსი ასული, რომელსაც თხოვნელი რომ ნაკლებად იქნებოდა და მას ფიზიკური ნაკლი ჰქონდა, გაათხოვა. 7 წელი იაკობი ემსახურა. ეხლა კიდე 7 წელს ემსახურება, რომ თუ უნდა რომ რაქელი ცოლად მოიყვანოს. და ანუ ლაბანს მოეწონა იაკობი ემსახურება, ამიტომ უნდა და ზარმაცი ყოფილიყო და უდიერი თავის საქმეში, ალბათ საყიდუსაც მიიღებდა და აღარც დატოვებდა. მაგრამ მოსაწონი იყო იაკობის მსახურება, მისი კეთილსინდისიერება, მისი ცოდნის იგომა ცხოვრების მიმართ, რომ გამრავდა ცხვარი. ეს იყო. საზღვარ მარტო ძოება არა. ხო? ყოველდღეს არის დოლი და მრავლდება ფარა.
და აი აქ ხედავთ რომ იაკობი თანხდება კიდევ 7 წელი რაქელის ემსახუროს. იგი ლაბანი ორ მოგებაშია ორივე ასულს ათხოვებს და მას წემსად ემსახურება მისი სიძე. არ ჭირდება გვერდიდან წემსის დაქირავება მოყვანა და ეს დაქორწინებული სიძე რჩება მის სახლში და აშულებიც მასთან არიან. ესე იგი მომავალ 7 წლის განმავლობაში ხო ლიას ეყოლება შვილები, ანუ შვილებიც მასთან იქნება. ანუ ყველანაირ მოგებაში რჩება ლაბანი და მაგრამ იაკობი ამ განგებასაც ემორჩილება. ერთია პირადი გრძნობა ადამიანისა, ვინ გიყვარს და მეორეა ღვთის განგებით ვინ გეძლევა. ღვთისგან. ნუ ამაზე მე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ. და მოიქცა იაკობი ასე და შეასრულა მისი შვიდეულის და მისცა მას ლაბანმა რაქელი თავისი ასული ცოლად. და მისცა ლაბანმა რაქელს თავის ასულს ბალა თავისი მხევლად. შევიდა რაქელს და შეუყვარდა რაქელი უფრო ვიდრე ლია და ემსახურა მას სხვა 7 წელიწადს. იგი სანამ რაქელს მოიყვანთო 7 წელი ემსახურა, მაგრამ ამ 7 წლის განმავლობაში ლია მისი ცოლი და ისინი ერთად არიან, ცხოვრობენ, თანაცხოვრება აქვთ და იხილა უფალმა რომ მოძულებული ლია და გაუხსნა საშვი, ხოლო რაქელი იყო ბერწი. და უცად იყოლიამ და უშვა ძე იაკობს. უთომა სახელი რუბენი. და თქვა, რადგან იხილა უფალმა ჩემი დამდაბლება, ახლა მე შემიყვარეს ჩემი ქმარი. ეს ლიას ლოგიკა და მოლოდინი მის რადგან შვილი იყოლა იაკობისგან და იაკობს უხარია რომ ბიჭი დაიბადა და ლიას აქვს მოლოდინი რომ შემიყვარებს მეო. და შეეგო ალბათ უკვე ნაკოს ლიას ხედელობის ნაკოს და ერთობლივი ურთიერთობა და ერთი საერთო შვილი დაკავშირებს უკვე უფრო მეტად. მაგრამ და ნიშნავენ რომ ეს სახელის წოდებაში ხშირად არის გარკვეული თქვათ სიმბოლური მნიშვნელობა. მეტი მოგია რომ სახელი რუბენი და თქვა, რადგან იხილა უფალმა ჩემი დამდაბლება. ახლა მე შემიყვარეს ჩემი ქმარი. აი ეს სახელი რუბენი შეიცავს ამ ნიშნობას. და მუსათ იყო ისევ ლიამ და უშვა მეორე ძე იაკობს და თქვა, რადგან ეს მოფას რომ მოძულებული ვარ და მომცა მე ესეც. და უთუდა მის სახელი სიმეონი. და მუსათ კლავ იყო და შუა ძე და თქვა, ამჯერად ჩემკენი ჩემი ქმარი, რადგან უში მას 3 ძე. და მის გამო უთოდა მის სახელი ლევი. და მუსათ უკლავდა შუა ძე და თქვა, ახლა კიდეც ასე ვაღიარებ. ამის გამო უთოდა მას სახელი იუდა და შეუჩურდა შობა. ანუ 4 ვაჟი შეძინა ლიამ ამ წლების მანძილზე იაკობს. და ხედავთ რომ ეს ამ 4-დან ეს ბოლო ორი ლევი და იუდა როგორც ეწოდეს ესენი ზოდ იქნებიან ყველაზე მთავარნი
ისრაელის ერში. ლევისგან წამოვა სამდელო დასი, იუდასგან სამეფო. აი ესეთი განგება ღვთისა. რომ სხვა ადამიანი რასაც ფიქრობს, რა განზრახვა აქვს, რა მიზნები აქვს, რის იმედები აქვს და სხვა რას აძლევს მას უფალი. და ეს გამოჩნდა იაკობის რწმენის და მისი შინაგანი თვისებების. ამ შემთხვევაში არის ღვთის განგებისადმი მორჩილება, დამდაბლება და მიღება იმისა, რაც უფალმა მისცა მას. ჩვენ შეიძლება გადავიდეთ შემდეგ მოვლენებზე. რაქელმა რომ ვერ უშვა იაკობს და შეშურდა რაქელს თავისი დისა და უთხრა იაკობს, მომეცი მე შვილები, თუ არა მოკვდები მე. ანუ შურის ნობა გაუჩნდა რაქელს თავის დის მიმართ, რომ მისგან მიეცა 4 ვაჟი, 4 შვილი იაკობს და რაქელისგან არ ეძლევა. და გაუშეშიში რომ შეიძლება იაკობის სიყვარული გადაიხაროს ლიასკენ და მას მოკლეს ეს სიყვარული. და უსაყვედურა და განურიხდა იაკობი რაქელს და უთხრა მას, განა მე ნაცველი ვარ ღვთისა, რომელმაც მოგაკლო შენ უცეს ნაყოფი? და უთხრა რაქელმა იაკობს, აჰა ჩემი ხევალი, ბალა, შედი მასთან და შობს ჩემს მუხლებზე და შვილიერი გავხდები მეც მისგან. ესეთი უცნაური წესი არის, რომ ხევალი მსახურია. სოციალური სხვა ფენა არის. აიტომ ხევალს არ შეიძლება ქონდეს რაიმე პრეტენზია თავის ბატონის ან ქალბატონის მიმართ. ჩვენ ვნახეთ სარას და აგარის ამბავი. აგარი ხევალი იყო, მსახური. აბრამს იყო მისგან შვილი ისმაელი, მაგრამ პირატისი მაინც ქალბატონია. აი სოციალური დეგრადაცია მყარი და მტკიცე არის. და აქვს ქალბატონს უფლება რომ ეს დაავალოს თავის ხევალს, შეასრულოს ეს მისია. მაგრამ რადგან მისინებით ხდება, ამ ხევალისგან შობილიც მის შვილად ითვლება. დღეს ეს ვერ გაუკვირდება, მაგრამ რატომაც არ უყვირთ სურგატი დედის შემოღებული ნორმად ქცეული უკვე, რომ თუ შენ ვერ შობ, შეიძლება სურგატი დედას გადაუხადოს შესაბამისი საზღაური და მან ვთქვათ გაუჩინოს შვილი სხვა დედაკაც. აი ეს უკვე ნორმას სხვა რამე არის. რადგან ამას ცივილიზაცია ეგუება ამ ნორმას. რადგან ეს მესამე ტექნიკური განვითარების ამ ცივილიზაციის მიღწევა არის, ამიტომ მაგრამ ავიწევთ ერთი რამე, რომ იმ ბავშვს ახალდაბადებულს რა ემართება. მისის დედა არის მის წიაღში ცისდებოდა, მისი ხმაც ესმოდა, გულისცემა და განცდა იმ ემოციებისა, რომელთაც ჰქონდა მის წიაღშიც იყო. ამ შემთხვევაში, რადგან ეს ხევალია რაქელის, ის ზრდის ბავშვს და ბავშვის ის ბუნებრივი ნორმა არის. მის ბალანს თავის დედა დაღწევს და არინამდვილად დედა არის, ბუნებრივად დედა არის და დედის წიაღში რჩება. ის აწოვებს, ის უვლის, პატრონობს რაქელი, მხოლოდ, ასე ვთქვათ,
მონაწილეობს ამში. აი პრინციპული განსხვავება, მაგრამ აი ცივილიზაციური ცნობიერება განსხვავებული იმ დროისა და დღევანდელი დროის განსხვავდება ერთმანეთისგან. ამით ჩვენ დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი და გავაგრძელოთ ეს იაკობის შეიძლება პირველად ვთქვათ თავგადასავლები. აი ლაბანის ოჯახში ცხოვრების, თუმცა განსაკუთრებით ეს ლიტერატურულ გამოთქმა თავგადასავლები ეს არის ღვთის განგების აღსრულება. უფალ მაღუთქო აბრამს რომ გამრავლდებოდა, მაგრამ ერთი შვილი მიეცა, ისააკი, ის აქვს ორი ვაჟი იყო და არ გამრავლდა და გამრავლება იწყება იაკობიდან და მის შვილებიდან, მას ეყოლება ლიას და რაქელის და მათ ხევათა ერთად. დაგიფშდებით, ღმერთთან დაგვრცოთ.